TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ქუთაისელები აფასებენ. მეგატივის მიერ გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს. ამის მიზანი კი ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციაა. მათთვის გაუგებარია თუ რადგან დაიწყოთ 11 წლის წინანდელი საქმის ახლა გამოძიება. გურია ბაზარია პოლიტიკურია სუფთა რა კაცმა ააშენა გააკეთა ბანკი და სახლი წაართვა სამუშაო წაართვა შენ სამუშაო წაგართვა და რა ხასიათზე დადგები ესაა პოლიტიკურია ვისაც ხედავს ივანიშვილი მასზე მეტი ფული აქვსიო არ უნდა ი ადამიანი გუშინ 10 აქში ვიყავი 200 ლარი მაქვს პენსია მივედი ექიმთან 240 ლარის ის გამომიწერა წამალი დღეს დილის მერე დავრბივა აბა მითხარი რა გავაკეთო სად ვისთან მივიდე ვისაც მივაკითხე ყველა უარით მიშოს ანუ მოკოდიო მეუნებიან გამიგე ეგი ქვეყანაა სანამ ქვეყანა არ გაერთიანდება და არ წავბაზავთ სომხებს ასე ვიქნებით სულ ყველა საქართველოს ბანკი და TBC ბანკი არის ყველაზე დიდი ამ წუთში საქართველოს ჩემის აზრით და თუ კი იქ რაიმე გადახრები ხდებოდა თუ კი იქ რაიმე ფინანსური რაღაცები ხდებოდა რატო აქამდე თავინ არ დაინტერესდა ეჭვებს მიჩეს მეც პირადად და ძალიან ბევრს ვინმეს ჩემნაირ საზოგადოებაში. მაინც პოლიტიკურ დაკვეთა მგონია და ეს მათი თამაში მგონია. როგორც ასეთი კონკრეტულად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ორი მივაწერდი, მაგრამ აშკარა იყო რომ პირადი რაღაც შურისძიების ისენი იყო ელემენტები ჩემი აზრით. გავიდა და ახლა გაახსენდათ, ესე იგი შემონახული ქონდათ როზგი და ახლა დაწყენ, ასე მგონია. რატო? აბა ამდენი წელიწადი რას უყურებდნენ? თავის და რაღა ან პოლიტიკურია, ან სხვა რამეა, რა ვიცი, შეიძლება შეყვარებული ყავს. ერთ და იგივე და იმაზე ჭუბობენ, მე რა ვიცი, მაგრამ ამდენი წელიწადი რომ მოიცდი და მე გაგახსენდება. ესეთი რაღაცები ხდება დღეს, ანუ გამორიცხული არ არისო პოლიტიკური იყოს. თანა მოქალაქეთაგან განსხვავებული აზრი აქვს ქუთაისელთა ნაწილს. ისინი საქმეს არა პოლიტიკური დაკვეთით, არამედ უბრალოდ პროკურატურის მხრიდან ლეგიტიმური უფლებამოსილების განხორციელებით ხსნიან. ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს, აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. რომ აქ ფულის გათეთრებასთან აქვს საქმე. ჩვეულებრივი პროცედურა მიმდინარეობს. დარღვევასთან დაკავშირებით ალბათ მაგას გამოძიება დაჭირდება და ან შეიძლება გამოძიებულია ჯერ არ არის გამჟღავნებული ყოველ შემთხვევაში მაგრამ რაღაც სასამართლომ უნდა მიიყვანოს აუდიტმა უნდა დააყენოს სწორად როგორც მე მგონია უფრო რომ თავის გასამართლებელი საბუთები რო ყოფილიყო არ გადადგებოდნენ ასე თავისუფლად ის ხალხი ხო რაღაცა არის ალბათ დამალული ახლა იქანა ჩვენ არ ვიცით აღარ თუკი ქუთაისელთა ნაწილს სასამართლოს სამართლიანობის იმედი აქვს. ნაწილი სწორედ ამ სასამართლოს სამართლიანობას არ ენდობა. ამის მიზეზად ჩვენს მიერ ჩაწერილი ერთ-ერთი ქუთაისელი ზაზა სარალიძის საქმეს ასახელებს. რო იყოს ახლა იმედი რომ სასამართლო არის სამართლიანი, მაშინ რა თქმა უნდა იყოს იმან უნდა გაარჩიოს. რა ვიცი და გახსნილი მკვლელობას ვერ ხსნიან გამოძიება და სასამართლო გაჩუმებულია. ან ერთი უნდა დაიჭირონ ან მეორე და ერთი წელიწადია იბავში რომ მოკლენ და მეტია ხო გონია გასული რა უნდა და ამდენი იგი რა იყო საძებარი იქანა ვიღაცას არ უნდა რომ იყოს სამართლიანობა რა ის სტატისტიკური ინფორმაცია TBC ბანკთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგიტიმაციის ფაქტზე, ანუ ეგრეთ წოდებულ ფულის გათეთრებაზე მიმდინარეობს. ბრალდებებს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უარყოფენ. ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი. იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ. განაცხადა მამუკა ხაზარაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის. ისინი ამ ეტაპზე კერძო პირების რანგში განაგრძობენ სამართლებრივ დავას ფულის გათეთრების ბრალდების მოხსნის მიზნით. თუმცა, რამდენად სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს იმ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც საზოგადოება უკვე აღარ ენდობა. ეს უკვე რთული სათქმელია. თამარ ქავთარაძე და გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.